გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი რუბრიკა ფული. ეხლა გამოვედი სახლიდან და ფიქრობდი, საიდან დამეწყო, როგორ დამეწყო და სანამ ჩვენ ამ გავაგრძელებთ ასე თქვა ჩვენი ეპოქალური დროის სიტუაციების მოყოლას. ასეთი პატარა შესავალი მინდა გავაკეთო. ეხლა ფაქტობრივად 3-4 ვიდეო იქნება აი ესეთი პერიოდის, აი მე ვიტყოდი, აი ჩვენ აი რომანტიკიდან უკვე რეალობაში და სასტიკ რეალობაში რო გადავედით. აი ვიძახე, ეპოქალური დრო იყო, მაგრამ ცვლილებების დრო იყო, ხო, ეკონომიკური წყობის, სოციალისტური, კაპიტალისტურში გადავიდა და ახსოვთ ეს ჭუბები, ომები იყო 90-იან წლები ფაქტობრივად დამთავრებული იყო და თითქოს მშვიდობა მოვიდა, თითქოს სიწყნარე მოვიდა, მაგრამ უკვე გონებაში წავიდა ცვლილებები. ამ ცვლილებებში, რო ვთქვა, ძალიან ბევრი გამოუცდელობა, უნდობლობა და აი მაგაზე ვფიქრობ და როგორ დავიწყო ესე დალაგებულად, იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად სიუჟეტური და იმდენად, როგორ გითხრათ, ემოციებით სავსე პერიოდი იყო და ფაქტიურად წეღანაც რო თქვი, რომანტიზმი გადავიდა რაციონალურ ყარ ეკონომიურ რაღაც, როგორ გითხრათ, კოლაფსებში და ფაქტიურად დღემდე გრძელდება სხვადასხვა ფორმით და აი რაც ახლა დღევანდელ საქართველოში ხდება, დღევანდელ მსოფლიოში, აი საწყისები უკვე აი 2000 წლის დასაწყისში იყო და აი ამას როგორ ჩამოვაყალიბებ, აი ამაზე ფიქრობდი და ახლა ამ ბუნებაში, რა თქმა უნდა, წესი და რიგით უნდა გამომივიდეს. იმაზე ვფიქრობდი, შეიძლება პიროვნებებზე ასე კონკრეტულად არ ვილაპარაკო, იმიტომ რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ძალიან ცუდი და არასტაბილური და არანორმალური სიტუაციებში ვარდებოდი და ამიტომ ვინმეს რო არ ეწყინოს, მე შევეცდები მაინც ზოგადად ვილაპარაკო, იმიტომ რომ თუ მე ვინც მიცნობს და ვისაც ჩემთან ქონდა ურთიერთობა და ამ ჩემ ნალაპარაკებს რომ მოусმეს, ის მიხვდება ვინ როგორ რა, მაგრამ აფიშირებას და გავრცობას არ შევეცდებით. ანუ უფრო ვილაპარაკეთ იმ მიმდინარე პრობლემებზე, იმ წამოჭრილ საკითხებზე, რაც იმ პერიოდში შეიქმნა და თავისთავად მარტო ისე გამომივიდეს, მარტო პრობლემებზე ვილაპარაკო და იმ საკითხებზე თან დავამატებთ რა შეცდომა დაუშვით, რა იყო გამოსავალი, რა იყო სწორი გამოსავალი და ერთ სიტყვით ის შფოთვარე და ბურნაე რუსები რო ეტყვიან იმ ცხოვრებას აღწერ. ეხლა მე იმ ასახში ვარ, რომ აი შეგვიძლია უკან გამოიხედო, თუმცა წინაც აგვაქვს გზა და რატო ვიძახე? აი ეხლა გუშინ მე ჩემი პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი გარდაიცვალა 40 დღის წინ და გუშინ ვიყავი 40-ზე. პატარა სუფრა იყო გაშლილი და ნუ მოგეხსენებათ ასეთ შეხვედრებზე ბევრი ადამიანები იკრიფებიან და ისეთი ადამიანები შეიკრიფნენ, რომელმაც გაიხსენეს წარსული ურთიერთობა, იყო შეცდომების გაანალიზება, სინანული, ბოდიშები და საერთო ჯამში ფიქრობ რა არის ცხოვრება და ზოგ ადამიანს შეიძლება არც ვესიამოვნე რომ დავინახეს, მაგრამ ხოიცით ღვინოს რო დალევს ადამიანი და მერე გული ეხსნება, გული რო გაეხსნათ ადამიანებს, უკვე რაღაც სინანულის, სევდის და რაღაც ბოდიშის ნარევი იყო რა და თავისთავად ეხლა სიტუაციებში რო ვარდები, უკვე შენს ფიქრობ შენ ცხოვრებაზე და მომიტყვიან ამოტივტივდა ჩემი მოგონებები, აფორიაკტა და ისევ და ისევ აი ადამიანი, რა ვიცი, აი თავის განვიცხოვრებას რო გაივლის და სინანულის შეგრძნება რომ მოდის და აი ერთად ნარევია და ამას გაგიზიარებთ, მაგრამ მე სინანულს და იმას კი არ გაგიზიარებთ. ეხლა ზოგჯერ შეიძლება ვიღაცამ მკითხოს, რადგან ამებს რო გვიღებ, ამას რო გვაჩვენებ, მაგრამ მე რო გაჩვენებ, მე შევეცდები იმ დაშვებულ შეცდომების გზაც ვაჩვენოთ, იმიტომ მომავალი თაობა მოდის და თავისთავად წინა თაობა მომავალი თაობის ხიდია და თუ
ადამიანი ანალიზის უნარი აქვს, შეუძლია გაანალიზოს და დაფიქრდეს წინა თაობის შეცდომები არ გაითვალისწინოს და უკვე მომავალ გზაზე, რასაც ჩვენ ტირეს ვეძახით, ტირეს გავლის პერიოდში შეცდომები არ დაუშვას. თან მინდა ვთქვა, რომ შეიძლება იყოს ჟისტოკი, ეხლა მე მოგონებებს დავიწყებ, იქნება სისხლისღვრა, დაუნდობლობა, გადავლა, გადმოვლა, მაგრამ წინასწარ მინდა მეგობრებო, ბოდიში სახით და პატიების სახით ეს ემოციები რო რაღაც სუდად რო არ იმოქმედოს, აი მინდა რომ აი რაღაცნაირად ეს ოფიტი მოგონებები, რომელიც უკავშირდება ღალატს, სიძუნწეს, ღორობას, დაუნდობლობას უარყოფითად არ იმოქმედოს და მე ერთი რამ მინდა ადამიანი ალბათ ამ რაღაც სასწაულ პერიოდს რო გაივლის და არ გაბოროტდება და იმ ღირსეულად გაატარებს თავის ცხოვრებას და შეძლებს ამ ორამტრიალიდან ღირსეულად გამოვიდეს, ალბათ ეს არის ადამიანის მთავარი აზრი, ცხოვრების აზრი, იმიტომ რომ ცხოვრება ლამაზია, ცხოვრება კარგია, ცხოვრება მშვენიერია და ამ სიმშვენიერეს და ამ სილამაზეს ადამიანი რო არ იყენებს და ცუდი მიმართულებით იბოღნება, იგრუზება და მე ფიქრობს რა არის ეს ცხოვრება და იმ ცუდ საქციელს რო აკეთებს და მე მიდის ამ ქვეყნიდან და ფიქრობს ის გულისთვის ღირდა ამ ცუდი საქციის გაკეთება და ცოტა რო დავფიქრებულიყავი და ცოტა აზე რო სწორად მოქცეულიყავი ის ცუდი და ის რაღაც დაუნდობელი და არ ვიცი შეცდომებით თუ არაჭკვიანობით და იმეებით ის ცუდი მოგონებები იმ ცუდმა მოგონებებმა თუ გადავიდა სინანულში და ადამიანმა მოინანია, ხო კარგი, მაგრამ მე მონანიებაც აი რაღაც ცოტა არეულად ლაპარაკობ, ალბათ გესმით, ხო? იმას ვიძახი, რომ ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს, რაც არ უნდა ასაკში იყოს და მაინც ისე გაგველოს ეს ცხოვრება, რომ ჩვენი განვლილი გზამ, ასე ვთქვათ, ცუდად არ იმოქმედოს ჩვენზე, ჩვენ ახლობლებზე და საერთოდ ქალაქში, ქვეყანაში და ასე შემდეგ. ეს პატარა შესავალი და დავიწყოთ. მოგეხსენებათ 2 წელი ამერიკაში ვიყავი, ის ამბები მოვყევი, რაღაც ფული მოვაგროვე, რაღაც ერთი 2 წლის განმავლობაში $30,000, ეს მაშინ კაი ფული იყო, ეს არის 2000 წელი და დიდი ენერგიით და დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი საქართველოში. ოცნება იყო, რომ კაპიტალი შემექმნა და რაღაცა კერძო ტერიტორია, ანუ ობიექტი მქონოდა და ჩემი ოცნება იყო, რომ რაღაცა ობიექტი მეყიდა, ყოფილიყო ჩემი. მაგრამ 2000 წელს რო ჩამოვედი, მაშინ როგორ მახსოვს, აი ჩვენ ახლა სამწუხაროდ ვილაპარაკებთ ისეთ ადამიანურ თვისებებზე, რომელიც გარშემოტრიალებდა, მაგრამ მე ვილაპარაკებ ზოგადად. თემები ალბათ ყველას შეეხება მომავალში თუ მაშინ განსაკუთრებით და რო ჩამოვედი პიტაპით ხვეს, რომ კაკო ეს ის საქართველოს არ არის, რაც ადრე იყო. ეხლა რას გულისხმობ? რაღაცა არ მესიამონა, ხო შენ ახლა მიდიხარ, ეხლა კი 90-იან წლებში იყო ჩხუბები, იყო 1000 გამორჩევები, მაგრამ უკვე 2000 წელს თითქოს დაწყნარდა სიტუაცია, თითქოს სიმშვიდე იყო, მაგრამ აქ უკვე ჩაერთო ეკონომიური, ფინანსური და აი ესეთი პროცესები, რაც დღემდე გრძელდება, აი წეღანაც რო თქვი, აი ეს აწყისები, რაც დღეს გრძელდება და ეს უნდობლობა, ღალატი, მარტო ჩემი თავის და გაუცხოების რაღაც არანორმალური აი საწყისები მე მგონია რომ დაიწყო მაგ წლებში. მე მგონია კი რომ ასეც არის. დაიწყო ყველაზე გავრცელებული სიტყვა, პიტაპიტ გეტყვი, მოდი ჯერ ლიტერატურად ვიტყვი. ანუ ზერელობა, გულგრილობა, რაც გინდა მიყო, თავი დამანები არა მაქვს და ქუჩურად სიტყვა გადააგდო, ისიაფანდა, მომკალი არა მაქვს,
და ეს ვალი არა მაქვს იმის რა უყო ხო არ მოუკდა აი ეს ტერმინები ტრიალებდა სულ ამ წლებში და ამას გულისხმობდნენ ჩემი მეგობრები რომ ხალხი შეიცვალა და მიზეზი იყო ფული ანუ ეს ეკონომიური სიდუხჭირე თითქოს იყო თითქოს ის მაგრამ უკვე ფულთან ურთიერთობა ფულთან ასე ვიტყვი ჟარგონე საბნის აი თქვა მეგობრები იკრიფებოდნენ ერთად იწყებდნენ საქმეს ის ერთი საბანს იმის მაგრამ თანაბრად გადაენაწილონ ასე მხატვრულად ვიტყვი საბანს ეკაჩებოდნენ და ნუ დაიწყო ეს ფინანსურ ეკონომიური გარჩევები და მოდი ამაზე ახლა და დავიწყოთ უკვე ჩვენი ამბებიც და ამ ჩემ მოყოლაში თქვენც უკვე დაიჭერთ ამ მომენტებს ну რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ჩვენ ბევრ რაღაცას ვილაპარაკეთ ასეთ თემებზე მაგრამ საბოლოო ჯამში რუბრიკას რო დავამთავრებთ აუცილებლად გზასაც ვაჩვენებთ ну ყოველ შემთხვევაში ჩვენებურად როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ეს სიტყვა გადაგდება აფერისტენ ну საერთოდ ვიტყვი რომ ადამიანს ეს ყველაზე საშინელი პატიებელი საქციელი ღალატი რომ შეიძლება ეხა ბოლომდე ვერ აღმოფრა მაგრამ ყოველ შემთხვევაში გააჩერო და შეეცადო რომ არ გავცეთე შენს გარშემო და საერთოდ ზოგადად იმიტომ რომ სამწუხაროდ აი 3-4 ვიდეო იქნება ამაზე აწყობილი ანუ ღალატი უნებურად არაუნებურად შეცდომით განზრახვით და ასე შემდეგ წავედით ჩამოვედი ფული მიკავია ხელში და იდეებს ვეძებ და წამოვიდა ხალხი მაშინ მოდაში იყო მარშრუტკები გახსოვთ ყველა ყიდულობდა მარშრუტკებს ხაზები და იყო რაღაცა კაი შემოსავალია კალატოზა აკონტროლებდა იმ სიტუაციას მაგრამ იმდენად არ მინდოდა რომ სტაბილური და უძრავი ქონება მქონოდა მაგაზე არ დავთანხმდი მაგრამ აი კიდევ რა არის აი გადამწყვეტ მომენტში საერთოდ ზოგადად მეგობრების ახლობლების ყველა რაღაცა ჭკუას გასწარვის ყველა რაღაცას გეუნება და მე რა დასკვნა გამოვიტანე იცით აი გადამწყვეტ მომენტში ალბათ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს და თვითონ უნდა კი შეიძლება გაითვალისწინოს სხვადასხვა აზრები მაგრამ სხვის მოусმინო და ბოლოს უკვე ბოლო გადაწყვეტილება შეუნდა მიიღო მაგრამ აი ეს შეცდომა ბიზნესში გადაწყვეტილების მიღება ესეც თავისებური გამოცდილებაა იმიტომ ასე ადვილი არ არის გადაწყვეტილებას მიღება იმიტომ რომ სხვადასხვა ინფორმაციას გაძლევენ მით უმეტეს ადამიანი თუ ხარ ხათხიანი ცოტა რბილი ხასიათი თუ გაქვს და ბოლოს გამოცდილება არა გაქვს ეს ძალიან მაგრამ მოქმედებს ფინანსურ და კომერციულ საქმიანობაში ძალიან ბევრი წინადადებები მაღაზიების ფართების პოვნა ხო ყველაზე კაი იყო ეხლა წარმოიდგინეთ 30000 ასეთი ვისაც სტაბილური ბიზნესი არა თქვა იმ $30000 ერთი სამ პინას მაინც იყიდით სიტყვაზე ვარკეთი ზვაზსუბაში ამიდან მოვიში თქვა 5000-ად 6000-ად 7000-ად იყიდიდი 3 ოთახიან ბინას და ბოლოს გაგიქირავებინა ან უძრავ მაგრამ მე არ მაინტერესებდა თუმცა სტაბილურობიდან გამომდინარე ცუდი აზრი არ იყო მაგრამ იმდენად მინდოდა რომ ჩემი ბიზნეს გავიძახოდი რომ იქითკენ არ ვიყურებოდი თუმცა ეხლა ზოგი მეტყვის რომ ნეტავი თავის დროზე გიყიდა და ეხლა წყნარად იქნებოდა რაც ეხლაა ხო ის რაც $5000 ყიდა მაშინ ეხლა ყის $50,000-60,000 და ვინც ახლა მაშინ ბინები იყიდეს და აქირავებენ დღემდე მაგით ცხოვრობენ წყნარად შვიდად ნუ იქ ისეთი სირთულეები არ არის როგორც თქვა ბიზნესის დროს და ასე შემდეგ. მოდი აი გავჩერდეთ. აი აქედან ჩანს ის ერთ-ერთი მაღაზია რომელიც აი რაღაცნაირად სინანულად მომყვება. ფარც რო ეძებ, ხა ბუნებრივია კარგი ადგილი გინდა ხო, სადაც არის მოძრაობა და ეხლა მე რო ამერიკაში ვიყავი, ეხლა მე ხომ მეგობრები მყავდა და მეგობრებმა მითხრეს რომ ვაკეშიო ერთი კაი მაღაზიაო და იქ გვინდა გახსნაო და
გახსოვთ არა ვაკის მოგონება ჩემთვის ბოლოს რითი დამთავრდა ეს იმითი ეს როლები და ის მაღაზია დავკეტეთ და ესენი მაინც ვაკისკენ მიდიოდნენ. მეთქვა ბიჭო ვაკე არ გინდა რა ხო ხედა აბა ფული ვაკეშიაო და მან დიდარი ხალხიაო და აი არ მინდოდა მაგრამ ნუ მაინც ამერიკიდან ფული გაუგზავნე და ვაკეში გაიხსნა აბაშიძეს ქუჩაზე პატარა მაღაზია ეს იქიდან იმიტომ ვაკეზე ჩვენ მაინც მოგვიწევს საუბარი და სამწუხაროდ ისევ სულად დამთავრდა ეს ვაკე რაღაცნაირად არ მიმართლებს ამ ვაკის ამბავში და ამას მე მოვყვები რატო როგორ და რანაირად და ეხლა მე ვიმყოფები ნუ ასმოეპოკი ჩემი უბანი აქით არის მეტროსტროი და გადასასვლელი ქუჩაზე აი ესეთი აი ხლა ეს არის მაღაზია ხლა ეს გაურემონტებია და ფართურივით იყო რა კომუნისტების დროიდან რა მაგრამ დასახლება ისეთი არ არის რა ძირითადად უბრალო ხალხი ცხოვრობს შვიდი ხალხი წნარი მშრომელი ხალხი მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ვაკეში და ქალაქის ცენტრში ოიც ჩვენთან თბილისში როგორ არის პრესტიჟული ადგილი პრესტიჟული ხალხი და ასე შემდეგ და აი ეს მაღაზია მომეწონა იყიდებოდა ეს მაღაზია სულ რაღაც $12,000 უნდა მაგრამ ისე ბიჭებმა მითხრეს ბიჭო რა გინდაო ეს პატარა მე ვთქვი სტაბილურია არა წამოდი უფრო კაი ვარიანტს იპოვი უფრო დიდ ფართს იპოვი მაგრამ მე გახსოვთ ეს ნისიების ამბავი მეთქი ეს ნისიობა და აი ესეთი მომენტები მაშინ ძალიან იყო გავრცელებული და ბიჭებისგან იყო ვინც ვაკეში ამუშავებდნენ ჩემი წარმომადგენლები ასე თქვა ნუ მეგობრები არიან ნუ ამას მე კიდევ ვილაპარაკეთ გახსოვთ მაშინ წინა იმას რომ ვილაპარაკე რომ ვისთან უნდა დაიწყო ბიზნესი ამაზე მე განვავცოთ იქ ვიცოდი რომ პრობლემები ექნებოდათ ვაკეში იმიტომ ნისიები და ცოტა სხვანაირი უბანი იყო მაგრამ ეს უბანი უბრალოა და აქ ეხლა ნისიები და ესეთ რაღაცები ძალიან იშვიათად რა და არა ბიჭო ეს აგინდა საქართველოში ხوار იქნება რაღაცა და აი ეს შეცდომა დაუშვი აი წარმოგიდგენთ აი ეს მაღაზია უკვე ამდენი წელია გავიდა დღემდე მუშაობს შვენივრად წყნარად ვიცნობ ეხლა ამათ ეხლა აღარ შევა შიგნი გაარემონტეს ეს ისეთი ბიზნესია სტაბილური შემოსავალი რო გაქვს რა დილით უნდა მოიტანო საქონელი გააკონტროლო და რასაც ახლა ჩემი ბიჭი აკეთებს დრაივში იქნება მაღაზია რა მაგრამ არა აგინდა აქა ეს ამ უბრალო ხალხი რა გინდა ამ დროს უბრალო ხალხია რაც არის და ისკენაც მე მივისწრაფი ამ უბრალო ხალხზეც მეც რა თქმა უნდა ახლა მე ვაკელებს და ვერილებს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ კაცო მაგრამ რატომღაც ჩვენთან ეს არის რა ეს არაპრესტიჟული უბანი ის პრესტიჟული არ ვიცი შეიძლება ახლა დაიკარგა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში მასე იყო და აი მაგრამ ნანობ რომ ეს მაღაზია არ შევისყიდე 12,000 ახლა კი ეღირება 50-60,000 მაინც მაგრამ ახლა კითხე პატრონ გაყიდეს არ გაყიდეს იმიტომ რომ სტაბილური მუდმივი შემოსავალი აქვს ისეთი ადგილია ისეთი მოძრავი არ არის მაგრამ წყნარია კონკურენტები ბევრი მაღაზიები არ გაქვს შორს არის ცოტა იქ მეტროსტროიში დიდი მაღაზიები ეს ორი ნაბიჯი მაგნეტი და ესეთი ბრენდები მაგრამ ეს აკეთებს თავის საქმეს ნუ ერთ-ერთი ჩემი პირველი შეცდომა იყო ამ მაღაზიიდან გამომდინარე. შედებს საერთოდ მოდიან. ავიდეთ, ახლა წავიდეთ ვარკეთილისკენ. ამ ძებნაში იყო ისეთი ფართები, სადაც მე პატრონებს ამ ყოფილ გამგეებს იმებს ჰქონდათ ვალები რა. და ამ ვალებიდან გამომდინარე კაპიკებში უნდათ გაყიდვა რა და აი მანდ უკვე არ ვიცი ხა ჩემი პრინციპია თუ მორალური თუ რა ვიცი ეკლესიური აი მაგათ უკვე ვერიდებოდი რა თქმა უნდა ხა თუ ღირს სიტყვაზე შენობა 20,000 და გაძლევს 8,000 და რაღაცა პრობლემების გამო და გარჩევების გამო და საბუთების გამო აი ასეთი არტები არ მიზიდავდა იმიტომ რომ მეგონა რომ აი ხა წამოდი ადამიანის მთელი ცხოვრება იქაა გატარებული და რაღაცა პრობლემები ქონდა გადაჭრა და მე თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ამ ადამიანს რა ქვია მაზოზე ვაჭერდი ფერს ბიჭები მეუბნებია ბიჭო როგორ შეიძლება ამის გაკეთება არ ვიცი აი ასეთი არ მინდოდა რა მინდოდა ჩვეულებრივი ისეთი ადამიანისგან მეყიდა
ფარტი რომელსაც არ უჭირდა და რაღაცა თავის მიზნების გულს ყიდდა და იმის გულზო აი სხვა გამოსავალი არ აქვს და ბანკის ვალი აქვს და იმის ვალი აქვს და ამის ვალი აქვს რაღაცნაირად არ მიზიდავდა თუმცა იმ პერიოდში ამ ქონებებს გახსოვთ ხო ეს პრივატიზირება ქონდა ზოგმა ვერ აწარმოებდა ბანკებმა და ასე ვთქვათ ფულიანი ხალხი მაშინ ისე მასიურად არ იყო მაგრამ ბანკებმა კიტაბი ჟარგონით ვიტყვი დაითრიეს ბევრი ფართები კაპიკებში იმ პერიოდზე ამ შორი გადასახედიდან რო ვფიქრობ ალბათ უნდა მეყიდა არ ვიცი აი კიდევ ხშირად ვამბობ ხოლმე ხო აი კიდევ მომენტებში ვფიქრობ რომ უნდა მეყიდა რა იმიტომ რომ ის მაინც ყიდი და იმას უჭირდა მაგრამ აი მე რატო ვიძახით აი ისეთი გამწარებული სახეები ქონდათ აი წეღანაც ვთქვი რა ადამიანი თელი ცხოვრება ჩადებულია გული და ისა სული და გული და უცბად რაღაცა ვალის და რაღაცის გულითი სიძულებულია გაყიდოს და რაღაც არა რა თუმცა არ ვიცი აი საბოლოო პასუხი სწორად მოვიკეცი თუ არ მოვიკეცი ჩემში არ მაქვს ჩამოყალიბებული თავისთავად ბევრმა გაიგო რომ ფული მაქვს ჩამოტანილი და ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა რაღაც თავის ინტერესიდან გამომდინარე არ მინდა თქვა რომ რაღაც ცუდი აზრები თუ იმითაც რომ ზოგს უნებურად გამოზიოდა არ გამოზიოდა მაგრამ ეს ფული როგორც თაფლი ფუტკრებს ისე იზიდავდა და ბევრ ვარიანტებს თავაზობდა აი ეს ხათრი და ეს ახლობლობა რომელიც თვითონ გინდა კარგი უნდა რაღაცა გინო უნდა რომ შენ წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ამ ახლობლობაზე და ამ ნაცნობობაზეც აი ბიზნესში წინა იმაში რომ ვამბობდით, გახსოვთ ობიექტივიზმი და სუბიექტივიზმი. ობიექტური უნდა იყო რა, აი როგორც რაციონალურად უნდა განსაზღვრო რა არის კარგი, რა არის ცუდი. ჩვენ ქართველები როგორ ვართ, ხო, ახლობლების და ათესავების და მეგობრების ჯერა და ვენდობით. როგორ ამბობენ, გინდა კარგი და გამოდის როგორ ყოფით ცუდად და აი ჩვენ მაშინ ეს გამოცდილება არ ქონდა რა, მე პირადად არ მქონდა და წეღანაც რო თქვი რომ ეს ხათრი, მათრი, ბილი ხასიათი არა, ბიზნესი არის, ბიზნეს რომანტიზმი და ეს ემოციური და როგორ გითხრათ ეს სენტიმენტები არ შველის რა, უნდა იყო რაციონალურად უნდა უყურებდე ყველაფერს, გაწყობს, არ გაწყობს და ძალიან კაცრი უნდა იყო, მაგრამ მაშინ რომანტიკიდან წამოსული ჩვენ ახლა საბჭოთა პერიოდში ამ საბჭოთა კავშირს, მაგრამ ეს ძმაკაცობა, მეგობრობა, ხათრი, პატრიცემა იყო, რომელიც სამწუხაროდ ამჟამად ახლა ეს ყველაფერი იკარგება და ფაქტობრივად დაკარგულიც არის და ჩვენ მტირით ხოლმე და ამ თემაზეც მე ვისაუბრებ. ხო, ახლა მოვედით ვარკეთში, აქ დიდი ხანი არ ყოფილა, სამწუხაროდ ცოტა ცუდი მოგონებები მაქვს. ახლა იმიტომ კი არა რომ აქაც მაღაზია მოდი ახლა გავჩერდე მე. აქ ბევრი რაღაცა შეიცვალა. და ისეთ ადგილას გავჩერდე რომ არ დამაჯარიმო და ფეხი წავიდეთ თუ ქირავდება, ეთყო ვერ ამუშავებს ამას. აი მაგ დროს ახლა ასეთი ადგილები კარგი იყო, რა, ეთყო ძვისით ხოს. ხო, ეს სიტყვით ერთხელ მოვიდა ერთი ჩემი ახლობელი უბნელი, ახლა არ დავკონკრეტები ზოგადად ვიტყვი და მეუბნება, კაკო, ჩემს სიდეცო მაღაზიის გაყიდვა უნდაო, ძალიან დიდი ფართობიაო. ვიციო რომ შენ გინდა ამის ყიდვა და მოდი ნახეო და აბა შენიცი და ძალიან მაგარიაო კომუნისტების დროს მუშაობდაო და როცა ვერ ამუშავებს იქ პრობლემები აქვს უბრალოდო ძალიან იაფად მოგცემსო დიდი გონი რამდენი კვადრატული მეტრი იყო არ მახსოვს ახლა რომ მივარ გავეცნებ 200 კვადრატი და $10,000 უნდაო და თანაჩენიო იქ შუქიაო გადასახდელიო ბოლომდე ნასყიდი არ იყო პრივატიზირებული არ არისო, მაგრამ მე ამას ყველაფერს გაგიკეთებო. იმიტომ რომ გამგეობაში და იმეებში მუშაობდა და ამბები. მე ბიჭებმაც მითხრეს რომ ეს ახლა არ შემეშალო სახსად არის, მოდი აქედან წავიდეთ. ისე და ისე ხო იცით აი, კაკო მაგარი ვარიანტი არ გაუშვა და აი
ალბათ ჩვენ ამ საუბრებში ხშირად ვიტყვით ამას და არ შეწუხდეთ ჩემი ასეთი ემოციური გამოსვლებიდან გამომდინარე. დაფიქრება და ელემენტარული გაანალიზება. რომელიც საჭიროა ნებისმიერ საკითხში და რა თქმა უნდა არ უნდა იჩქარო. სადავართ აბა ახლა არავინ დიდი ხანი არ ყოფილა. ახლა წარმოიდგინეთ ახლა ვარკეთილია, ამდენი დასახლება. ვაზიზუბნის გამოსილება ქონდა უკვე, ხო? და გუნი სწორად მოვედი, დაიცა. მაგერარი, არა, დაიცა. რაღაცა შეცვლილა ახლა და გონი იქ მოდი ახლა რო არ დავიბნე. ძალიან ბევრი ხეები დავუკავთ ადრე აქ არ იყო ამდენი ხეები. მოდი ერთი რვარ შემეშალოს. დაგვუნდე გონი იქიდან არის შემოსასვლელი. იმდენი ხეებია დარგული და იმდენი ლამაზად კი არა გაკეთებული ყველაფერი. იმდენი რაღაცა შეცვლილა თელასი. ხო, ერთ სიტყვით აი მეგობრებო, მოდით სანამ იმ მაღაზიაში მივიდეთ, ასე რაღაცას გაჩვენებთ რა. ესე იგი, ადრე როგორ იყო კომუნისტები ხო აშენებდნენ კორპუსებს და იმებს და თითო კორპუსზე და მოსახლეობაზე გათვლილი იყო თითო მაღაზია რა. ეს ახლა შეიცვალა. და ნუ საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეული იყო და მახსოვს აი ეს სუცარიელი იყო ეს ადგილი ეს მოედანივით იყო და აგერ ზეთის გამოსაგე პატარა მახილ ბოსნიურის მაღაზია გაუხსნია ძის ნაწარმი აგე კიდო რაღაც დარბაზი მაგრამ ეს ყველაფერი ცარიელი იყო აგერ ეს პარკინგი ეთყო ვიღაცამ შეისყიდა და ამ დგომაზე ფულს იღებს აი ესეთ სიტუაცია იყო და ასე სივცე იყო და მოდიოდი აქეთკენ ეხლა შეიძლება ნაცნობით შემხდეს, არ ვიცი, რამდენი წელია გავიდი, მაგრამ ცოტა ესეთი კარგი შეგრძნებით არა ვარ აქედან წასული, მაგრამ გეტყვით რატო გამოვედი ესეთ ცუდი შეგრძნებით. აგერ რაღაცას აშენებენ. ეს კომერციული ფარდი იქნება რა სავარაუდოდ. ეს ყველაფერი ჩემ დროს იყო ცარიელი რა. კლინიკაც გაუხსნიათ, კბილის კლინიკა. ამოდიოდი და ეს იმიტომ დავიბენ იმდენი ხია დარგული და ნახე რა კარგად გაუკეთებიათ. ასე მიდიოდი, მოდი ასე წავიდეთ ლამაზად. მიყუჭური ადგილის იყო ეს მაღაზია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიცვალისწინეთ, რომ ეს კომუნისტების დროს გინდა არ გინდა ერთი მაღაზია ემსახურებოდა. და ის ქალბატონი, ვინც იყო ამ მაღაზიის პატრონი, გამკე, იმან პრივატიზაცია დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ ყავდა მიყვანილი და ვაქებდნენ ამ მაღაზიას აი ამ დასახლებას ყველაზე ემსახურებოდა აი მაშინ ცოტა ჭკუა რომ ქონოდა აზროვნება ახო ეს ეკონომიკური პრობლემები ხო ისე ხდებოდა რომ პროცესები რომ არ ვიცოდით რა და მით უმეტეს მე ხა ამდენ წელს ვიყავი მაშინ და ხო 33 წელს ვიყავი ხო დიდი ვიყავი და აი ნახეთ უკვე გამხელა ფართია აი ეს არის რაღაც 250 კვადრატული მეტრი. ეხლა ის სხვა სილამაზის სალონი გაუკეთებიათ, რამხელა ფართია. აი ეს მაღაზია. შეიძლება შევიდეთ რაღაცა. და ეს იყო სასუსათო მაღაზია. და ეს მთელი მაღაზია ემსახურებოდა იქით კორპუსი და თავისებური იყო და ფართი და ფასი. ფასი იყო $10,000 და სადაც იქ მეტრასტროიში $12,000 ვიხდიდი და გვაძლევდნენ. ახლა შეადარეთ ის ფართი და ეს ფართი. ისე რომ საწყობის გაკეთება, ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება და თვითონ მაღაზია და ნუ ფართია 240 კვადრატული ცოტა არ არის რა. მაგრამ ერთი მინუსი, რაც ისევ და ხათული ხასიათიდან გამომდინარე იყო ის, რომ ამ მაღაზიის პატრონის ვაძლევდი $10,000, მაგრამ საბუთები ბოლომდე უნდა მიმეყვანა და ნუ დიდი $2,000-3,000 ჯდებოდა ამ მაშინ თელასი ახალი შემოსული იყო, ამით გაყვანილობა იყო, მერე იქ წყალი, კანალი, რაღაც საბუთები და მაგრამ საბუთები არ იყო ბოლომდე გაფორმებული. აი სუფთან დობაზე იყო ყველაფერი და აი მან დაუში შეცდომა დავთანხმდი და ბიჭებთან ერთად მოვედით და დავიწყეთ ამ მაღაზიის
უკვე თითქოს ჩემია, მაგრამ ბოლომდე შენი არ არის, პრივატიზირებული არ არის. მაგრამ შენია ხო 220 კვადრატული მეტრი და ნუ დავიწყეთ საღნა, მაშინ უკვე წავიდა ხა მაღაზიის მაგის მისიები, ამის პრობლემა ჩვენ არ ქონდა, ჩვენ შემუშავებული ქონდა ეს ფორმულა, რომ რაღაც ერთ თვეში თუ არ გადაიხდიდა ნისიას ადამიანი, მე იმას ვუქვითავდი. მაგრამ საქმეში ჩავი ერთი მეგობარი უკვე ნათესავის ხრიდან ჩავსვი ჩემ საქმეში. ფული მოიტანა, აი მანდაც შეცდომა დაუშვი, კი ნათესავი ის კარგი ბიჭი ხარ, ყველაფერი კარგია ეს ყველაფერი და დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ხედავთ რომ ვერ კაჩავს. მეცულად ასეთ თვეებში ვცდილობდით, მაგრამ იმას რასაც მოვენოდე იმ შედეგზე ვერ გავედით რა. მაგრამ მაინც გულს არ ვიტეხდით. მე ავდექი და აქეთა კუთხეში დიდი ფართი იყო საცხობის გაკეთება გვინდოდა, უკან იყო საცხობის გაკეთება, იმის გაკეთება, მაგრამ ერთ დღესაც მოვედით თითქოს უბანში ავტორიტეტები ისინი ყველა ყავდა და ვიცნობდით და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ დღესაც მოვედით და მაღაზია დახვდა გაძარცვული. რო ვიძახი მეთქი, ადრე უფრო კონტროლებადი იყო ყველაფერი, ამიტომ გაგძარცვეს, მაგრამ მოვაგვარეთ საქმე და ის ზარალი რაც მოგვაყენეს მოვატანინეთ. მაგრამ ეს ხარე არ მიჭირდა, ეს ავტორიტეტები და ეს პრობლემა არ იყო, მაგრამ პრობლემა წამოვიდა მთავრობიდან. ელექტროდენზე მთელი 10 წლის გადასახადი, მაშინ ვისაც თელასის გაყვანილობა იყო, ამაზე მოითხოვეს ფული, რაღაც ერთი 5000-მდე ლარი, ხო, ლარი იყო მაშინ. მე რაღაც მიწის გადასახადები, ესე იგი, ის თქმა უნდა, მინდოდა მიმეყვანა ბოლომდე, ეს ჩემი არ იყო ეს პრივატიზაციის ამბავი მინდოდა გამეკეთებინა. მე რაღაც საიჯარო დარღვევა ქონდა იმ კონტრაქტი ქონდა და ეს მიდის ფული და მეუნები იმან ვინც მომიყვანა ამ მაღაზიაში და ვინც შემპიდა რომ ამას ყველაფერს ისე გავაკეთებ რომ პრობლემა არ გექნებაო. მაგრამ ვერა, თვითონ ამბობს რომ მე უკვე იქ მთავრობა შეიცვალა, გამგეობაში იმას და აი წამოვიდგეთ რა ხათაბალაში ჩავეფლე და იმის იმედი ვის მქონდა რომ სიტყვაზე ასეთი დოგოვორი იყო, ასეთი ხელშეკრულება რომ თუ დენზე იყო გადასახდელი იქ რაღაც გასწორება 5000 ლარი, ამას გაკეთებ 500 ლარად, მაგრამ შენც არ მოგიკვდე, ვერაფერს ვერ აკეთებს. უკვე გული ვიგძენი რომ ეს საქმე ძალიან ცუდი იყო და მეთქი მოდი გავყიდი მოვიშორებ ამას. განცხადება დავწერე რომ გავყიდი მეთქი და მოდია ხალხი მოდიოდა, მაგრამ როგორ მახსოვს ერთი ორი კაცი მოვიდა და რომ დაუწყე ლაპარაკი რომ მოგცემ, მაგრამ საბუთები არ არის გაკეთებული ბოლომდე. აი ეს სახე მოტრიანდი მიდიოდა. ერთმა ორმა ადამიანმა ასე გამიკეთა და მე ჩემ თავს ვეუბნები, აი ძმაო ბიზნესმენები როგორც კი გებულობ რომ საბუთები ბოლომდე არ არის, არც უნდა ილაპარაკო. იქ პრივატიზაცია, იმას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, რაც მე ჩემო უბნელმა და ახლობელმა ასე ვთქვათ გამიკეთა და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ ეს 10000 დოლარიანი მაღაზია უკვე მიჯდებოდა რაღაც 20-22000 და ისედაც მუშაობა არ იყო. იმის იმედს ამოქაჩავ. არა, ეს არის 2000-იანი წლები, როგორი წლებია ხო ხდებით და მე იყო ყაჩაღობები, ზოგჯერ ტვიტებს აქ არ იყო ყაჩაღობა, მაგრამ აი მაგათ მანქანის გატეხვები იყო, ნუ ასეთი მელკი პატარ-პატარა ისინი იყო, მაგრამ საერთო ჯამში უკვე რო იტყვიან დავიგრუზე, ცუდად ხდებოდი, იმიტომ რომ ვერ შველოდი ამ საქმეს და მოშორებითაც ვერ ვიშორებდი. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მომიწია აქ ყოფნა, როგორც მახსოვს, წელიწად ნახევარი ვიყავი რა. მე ერთი პერიოდი საცხობის გაკეთება მინდოდა, მაგრამ დენს ვერ ვაკეთებდი, იმას ვერ, ერთ წუთი ჩავიფალი მაგარ დომხალში. ვფიქრობდი რომ იქნებ სხვა რაღაცა გამეკეთებინა და მან მომივიდა აზრად რომ იქნებ ტოტალიზატორი ხო არ გაგვეკეთებინა. ტოტალიზატორი მოუგესენება თესფეხბურთის მაშინ მოდიოდა 2002 წელი და ტოტალიზატორი ყველგან კარგად მუშაობდა და აღარ ამომივიდა ეს ვერ ვაჭრობდი მიდიოდა და გავხსენეთ ტოტალიზატორი ერთი კუთხეში გავაკეთე აქეთ
ეს მაღაზია დავკეტეთ და გავხსენეთ ტოტალიზატორი და ტოტალიზატორს ერქვა რომანტიკული სახელი ვივა. გავხსენით და კაი რაღაცა იყო, კაი, მაგრამ აქ უკვე მე ცოტა რელიგიურად უკვე მამაო, ჩემმა მამაო მითხრა, ბარნაბი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში ტოტალიზატორის არ გაეკარო. ეს არის ცოდვიანი ბიზნესი, მაგრამ ხო იცი ახალგაზრდა ხარ და რატოღაც ცოდვიანი და მართლა ცოდვიანი ბიზნესი იყო, იმიტომ რომ ტოტალიზატორის თამაში იცის, აი მთელი უბანი მოდიოდა ახლა, აქ თამაშობდნენ. ჩვენ ვემზადებოდით 2002 წლის სოფლიო ჩემპიონატისთვის და ახალგაზრდობას სახლიდან ბოლო ფული გამოქონდათ, რომ ეყიდათ ბილეთი, რომ იმის იმედით რომ მოიგებდნენ, მაგრამ გულახდიათ გითხრათ, აი კი მაგრავნანობ, მაგრამ კარგად მიდიოდა საქმე. ხო იცი, ტოტალიზატორში მომგებიანი კაცი გამორიცხულია, ვერ გაიხარებს, მაგრამ იხარებს პატრონი. ჩვენ ვიყავით პატრონები და ცოტა წინ წავიდა საქმე. მე მილიციაც არ გვაწუხებდა, ვინაიდან აქ ავტორიტეტები ტრიალებდნენ, ამიტომ პრობლემა არ ქონდა. მაშინ ჯეობეტი იყო, აჭარა ჯგუფი იყო, ეხლა არის ტოტალიზატორები, არ ვიცი და ნუ ცოტა ამოვისუნთქეთ. ისე ამოვისუნთქეთ, რომ მე ვიფიქრეთ, რომ უკვე აპარატები, სათამაშო აპარატები რო არის ხოლმე, ხო იცი, ის ლას-ვეგასიდან გამომდინარე აი და მე გავივლით იმ ადგილსაც გაჩვენებთ, იქ გავხსენეთ სათამაშო აპარატების პატარა შენობა იყო და იქ გავხსენით. ეს იცით კაზინოსავით იყო. მაგრამ იმი მამაო მეუნება დაანებეთ თავი. მეთქი ვიგებ კარგ საქმეს ვაკეთებ, დაანებეთ თავი. მე მაშინ კიდო აი ისე ვიყავი მოწადინებული. ცოდვა გამხელილი ჯობს არ უჯერებდი მამაოს. იცოდი დაიღუპები მეუნება, დაიღუპები, ეს არ არის, ეს მასეთი ფული ჯობია იწვალო, ის რომ ეს ფული არ შეგერგება. მაგრამ რა ვიცი, აი ხო იცი სატანა რო შეგიჭდება მუზეის ამაში. თავში არ თხოვთ. თან 2002 წელი გახსოვთ, მაშინ ბრაზილია გახდა სოფლიო ჩემპიონი, მე ისეთი არაორდინარი რაღაცეები ხდებოდა. მაგრამ ძალიან გვიხაროდა და რა ვიცი, ასეთი ხალხი ჩემ დროს არ დადიოდა მარკეტში თვაიმე. საქმეში სამნი კი არ ვიყავით, უკვე ხუთნი ვიყავით და ზოგმა მანქანა ვიყიდე, ზოგმა იმ დონემდე არა, მაგრამ ნუ გვიხარო მეთქი რა მაგრამ ეს მამაო ტვინს მიჭავს და ფიქრობ მეთქი არა ვიცი, აი კარგად არ ვიყავი, კიდო გათვითცნობიერებული რას ვაკეთებდი და ერთ დღესაც უკვე ფეხბურთის ჩემპიონატი დამთავრებული იყო რაღაცეები და ვიღაცა შემოძრა, კომპიუტერები გვეყენა, შემოძრა და მეორე თუ მესამე დღეს მომგებიანი ბილეთით მოვიდა და ისეთი მოგებები მოიგეს 10,000, 15,000, 20,000 დოლარი. გავგიჟდით. რა გინდა რო ხნა. ესე იგი ვიღაცა შემოძრა აქა, ისე ტექნიკურად შემოძრა ქვემოთ, არის სასწაულებია, მაგას არ მე წიგში მოვყვები. ეს რა ის მონაცემები მაშინ ბილეთებს ბილეთებს ქაღალდებით ყიდიდით ამ ბილეთებით და მეორე დღეს უკვე გადმოკეთება გააკეთა და მეორე დღეს მომგებიანი ბილეთები. ეხლა დილემის წინაშე დავდექით რა. ბილეთი გაქვს, ეხლა როგორ გინდა დაუმტკიცო ამას, რომ ეს შენ მოპარული გაქვს, მაშინ არა. და აი მანდ უკვე წავიდა მაგარი დისკუსია. იცით რომ მოპარული აქვს ბილეთი, რაღაცა ნაჩალიჩარი აქვს და ვერ უმტკიცებ. ქუჩის წესით და რაც უნდა ავტორიტეტი მოიყვანო და ვინც არ უნდა მოიყვანო, ფული ჩასაბარებელია. ან გააკეთო ეს რომ დაიკიდო, მაგრამ მთელ ვარკეთის გადაიკიდებ. არ მოდის რა, დიდი დისკუსიის შემდეგ ზოგს გადავწყვიტეთ რომ ეს ფული მიგვეცა და
და ეს უკვე დაგვიჯდა პატარა თანხა არ იყო რაღაც $45,000 იყო და მაშინ $45,000 ძალიან მაგარი ფული იყო მე მომიწია უკვე ცოტა კაი მანქანა მყავდა ის მანქანა გავყიდე ჩემ მეგობრებმაც გაყიდეს და გავისტუმრეთ ეს ესე რო იტყვიან ლოხი ანუ ესეთი მოვცოდით ამ ტოტალიზატორზე გავისტუმრეთ ეს უბნელი ბიჭები იყვნენ მაგრამ აქ უკვე სიარული ჩემთვის ახლა ვიცი რომ კი ზედმეც არავინ არ გეუნება ჩვენი სიტყვა შევასრულეთ მაგრამ გარშემო ასე თუ ისე ზნობ რომ სულ მტრები ყავს მტრებიც არა ეხლა მტრები იმდენად არა რამდენად აი რაღაცნაირად დამცირებულად ზნობდი თავს რომ აი ესეთი რაღაცა გამიკეთეს და ვიცი რომ ვიღაცა იყო აქ რომელმაც ეს ამბავი დაგვაწია და უკვე გული ამიცრუდა რომ აქ დამეწყო სიარული. პარალელურად ვაკეში მქონდა კიდე პრობლემები, მაგას მე შემდეგ ვიდეოებში განვავრცობ. მაგრამ მე მინდა ეს ამბავი დავამთავრო, ამ მაღაზიის ამბავი და წეგანაც ვთქვი, ამ ტოტალიზატორთან ერთად ეხლა მივათ იქაც პატარა ბუტკა იყო და იქ უნდა აქვია იმას. კაზინოსავით რა, სათამაშო აპარატების და საბოლოო ჯამში მოვიდე და იქ დავამთავრებ და ამის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო ამ მაღაზიის ოღონდ გაყიდული იყო და აღარ მინდა მეზარალა ფაქტობრივად ეს მაღაზია დამიჯდა რაღაც 22,000 და აქ ახლა არ ვიცი მაცხოვრებელი ეტყობა ის არის $6,000 ეს შენობა მივეცე ოღონდ მოშორებული იყო აქიდან რა საბუთებიც გავაკეთე ოღონდ არ იყო ყიდველი და აი დღემდე უკვე აქ უკვე სილამაზის სალონი აქვს გაკეთებული არ შევარმანდი, იმიტომ რომ ეთი მეგობარი ყავს საერთო მეგობარი და არც ის დილა ის გარდაიცვალა და არ მინდა ეხლა ისე უხერხულ სიტუაციაში ჩავარდე. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ მაღაზიის გადაწყვეტა ქონდა, გადავწყვეტეთ რომ ეს გაგვეყიდა. წამოვიდგეთ 22,000 დამიჯდა ეს მაღაზია, მაგრამ $6,000 გავყიდეთ და ცუდი რაღაც უარყოფითი ემოციიდან გამომდინარე გადავწყვიტოთ რომ ეს ტერიტორია დაგვეტოვებინა და თავიდან რომ ამბობდი რა არ მახსოვს მე იმის შემდეგ არც მოსულა რა ხა და მაინც რაღაცნაირად შეურაცხყოფილი ვიყავი ეხლა რა ბიჭებს იმიტყვი რა ბიჭები გავავიდათ ეხლა შენ ვერ აკეთებ საქმეს და ამათი რა ბრალია წეგანაც გამახსენდა ეხლა ვინც მომიყვანა ამ მაღაზიაში მე ვუთხარი ბიჭო რაღაცა გააკეთე და დამითხრა იცით აი როგორ მახსოვს და სწორედ არის. მე რო რაღაცა თავაზობდა შენო ტვინი არ ქონდაო. ნუ ისე გამოვიდა რომ თავისი დედის და თავისი ნათესაობის გულით მაღაზია შემოტენვა ხო ნუ მასე გამოვიდა რა და რომ მეთქი რაღაცა გააკეთე და შენო ტვინი არ ქონდაო და აი ეგ არის. რასაც ვაკეთებ და იმის შემდეგ ყოველთვის მე ჩემ თავს ვაბრალებ, იმიტომ რომ კი სხვადასხვა მიზეზებია. ის არის მაგრამ რაც ჩვენ გარშემო ხდება ყველაფერი ჩვენი მიზეზის გამო ხდება. ავიდეთ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ პატარა სათამაშო აპარატები ქონდა. იმას გაჩვენებ და ამ ვიდეოს დავამთავრებთ ამით და მე გადავიდეთ შემდეგ ვიდეოზე. 2000-იან წლებში აქ ეხლა მარკეტილის მეტროს მინდა მოევშივართ. ასეთი გადატვირთული ნამდვილად არ იყო. იყო ბუტკები, დრაივები, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი რაღაცეებია. კომერციული თვალსაზრისით. მაინც რაღაც გაუცხოებული ვარ რაღაცნაირად მაინც დიდი ხანი აქეთკენ ვამყოფი ვარ. არას ესე ჩვენი სამშობლოა და ჩვენი რეალობა. სადაც ბიზნესი მაქვს დაწყებული, მე რაღაცნაირად კომერციულად ამართლებდა რა. უბრალოდ მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ რაღაცას რომ მოკიდებ ხეს თან მაშინ ნოლიდან იწყებდი ყველაფერს და შეგეძლო წინ წასულიყავი, მაგრამ არ უნდა იხტუნავო აქეთ-იქით. ეხლა აი ეს ადგილი ისეთი გადატვირთულია და ეხლა გაჩვენებთ რა ადგილას მივარ და სად ქონდა ბიზნესი გახსნილი. გადატვირთულია, მოდი ეხლა ეს ადგილი გავაჩერო, ეხლა არ დამაჯარი რომ ეს ადგილას გავჩერდები. აი ეს ადგილი, აი ქონდა ჩვენ სათამაშო აპარატების მოდი ცოტა შტაბიჭება რომ შეგვიქნა, მოდი სამე გავჩერდება მოვალ ფეხი მართლა. უნდათ რომ
გადავიღოთ კარგად და აგერ მანქანა გავიდა და გავჩერდებით ახლა აქ კარგია. ვამბობთ, თავარია მოვინდომოთ და ისე გაკეთება. ისეთი საცობებია და ერთი მანქანა გავიდა და მეც უცბად შემოვძვერი ახლა და გადაღების საშუალება მოგეცემა. ეხლა მე ვიმყოფები ჩანაანტუბანი ქვია ასე. ესე იგი მესამე მასივის ხიდიდან ასე მოდის გზა, ეს კალოუბნის გზა არის და აქ იყო სულ კერძო სახლები, ვაზიუმისკენ რომ მიდიხარ და აქ კერძო მფლობელი იყო და ჰქონდა პატარა შენობა. ეხლა სადაც ის ჯაენი აწერია, ჯასტინი და იქ გავხსენით ჩემ მეგობრებთან ერთად სათამაშო აპარატების ის იყო რა ქვია შენობა რა და სათამაშო აპარატების კაზინოსავით ქონდა რა ძალიან მაგრამ მუშაობდა აი წეგანაც რო თქვი კომერციულად რაღაცნაირად ისეთ ადგილებს პოულობდით რომ მაგრა ქაჩავდა და მე ის ტოტალიზატორი რო დაგვანგრიეს აქ შემედო გამეგზელებინა მაგრამ მე უკვე აღარ მქონდა მით უმეტეს მამაო ჩემზე იმოქმედა და ძალიან მაგრა ვემადლიერები მასო ცოტა აზე მოსულიყავი მაგრამ ერთ-ერთი ჩემი მეწილე მეთქი მოდი დავანებო თავი აქაურობას მეთქი და არა და დარჩა და მე იმდენად კაი ადგილი იყო მე აქ გაიჩნდა ტოტალიზატორი შენობა იქაც იყო მაგი წილში ასეთი 2000 გონი 2004 წლამდე თუ 6 წლამდე მუშაობდა მე აღარ მახსოვს მე უკვე აღარ ვერეუდი მაგ საქმეებში და სამწუხაროდ და საუბედუროდ ახლა ცოდვიანი ბიზნესი იყო იმ ჩემამ მეწილემ იპოვა რაღაც კაი ფული იშოვა მაგრამ პატარა შეტაკება მოხდა და სახში ჩაცხრილეს ეს მოხდა 2004 წელს მიშა არ იყო მოსული მათ ჩაცხრილეს და რა ვიცი აი სამწუხაროდ აი ძალიან არ მინდა ძალიან ძიმე თემებზე საუბრობ მაგრამ აი ასე აი უნდა იცოდეთ სად როგორ და რისთვის და აი იმის შემდეგ უკვე მე თქვენ შემჩნეული გაქვთ ხან ლას-ვეგასში ხან ატლანტაში შევპრობ კაზინოში შევდივარ და არც ვეკარები ხოლმე ხო გახსოვთ ჩემ ვიდეოებიდან გამომდინარე შეგძი ვითომ ისე თორე გამორიცხულია რომ მე კაზინოში შევიდე და ეს აზარტულ იმას თამაშები დავიწყო მე TBC ბანკია, საქართველოს ბანკია, აქ სულ ბანკებია, სულ კომერციული აზრებია და ვინ იფიქრებდა და ვინ წარმოიდგენდა რომ ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე კომერციული და ბიზნესური ადგილი იქნებოდა. ეგ არის რა. ყველაფერი იცვლება, ყველაფერი თავისებურად მიდის, მაგრამ უნდა იცოდე სად როგორ, რა დროს და რანაირად. ამ ადგილს ასე თუ ისე ჩემი წარსული უკავშირდება და კომერციულად მაგალითად მე და სწორიცკენი რომ არ მივყევი ამ გზას. კარგით ახლა წავედით, გავამთავროთ ამითი და წავედით ახლა ვაკეში. ვაკეშიც არანაკლებ საინტერესო და სახიფათო ისტორიები გადახვდა. მე ისევ გისურვებთ ნებისმიერ სიტუაციაში სიხარულს და ყოველთვის არ დაგვეპარქოს ისების და ადამიანობის თვისებები. კარგი, შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.